ემზადება თუ არა ოპოზიცია დიდი ცვლილებებისთვის რეჟიმის ოპონენტები აქტიურ მუშაობას იწყებენ ახალ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც სახალხო პროტესტს ახალ ენერგიას შეძენს. პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც დიდ ოპოზიციურ გაერთიანებაში შემავალ პარტიებს და კოალიციებს ხელმძღვანელობენ, უკვე აქვთ ჩამოყალიბებული, თუმცა ზოგადი ხედვა. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ პოზიციების შეჯერებისთვის პირველ ეტაპზე აქტიური კონსულტაციების გამართვა აუცილებელი. დეა მამისეიშვილმა მოისმინა ლიდერების მოსაზრებები და ის ახლა პირდაპირ ეთერში განაგრძობს საუბარს. პოლიტიკური პარტიები ბრძოლის ახალი ხერხების მოძიების პროცესში არიან. ოპოზიცია თანხმდება, რომ რეჟიმი დასამარცხებელია და საჭიროა ეფექტური ინსტრუმენტი, რითაც ყველა ოლიგარქს დაუპირისპირდება. პარტიული კუთვნილების მიხედვით ხედვები განსხვავებულია, თუმცა მიზანი რომ საერთოა, ეს არ ახალია. მაგალითად, კოალიცია ცვლილებისთვის გაერთიანების ლიდერი ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ აუცილებელია ახალი გზის, ახალი ხერხის პოვნა და გარდამტეხი ცვლილების შეტანა ბრძოლაში, რომელიც დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით. ამ ნაწილში კი ყველას წილი პასუხისმგებლობა აქვს, როგორც ოპოზიციას, ისე საზოგადოების თითოეულ წევრს. ამიტომ ამ გზაზეც ყველამ ერთად უნდა იაროს. ასეთია ნიკა გვარამიას პოზიცია. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში გამარჯვების რეცეპტს ოპოზიციის გაერთიანებაში ხედავენ და კოლეგებს ისევ ერთიანობისკენ მოუწოდებენ, რომ მძლავრი ერთობა შეიქმნას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. პრინციპში ყველა თანხმდება, რომ გარე ფაქტორებს, ანუ პარტნიორების ჩართულობასა და მოქმედებებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და ასევე ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროტესტს. თუმცა ასევე ახალი გზების საჭიროებასაც არავინ მალავს. მაგალითად, ლელოში მიაჩნიათ, რომ პოლიტიკოსების პრობლემა დაქსაქსული ოპოზიცია შეიძლება იყოს და ასევე ნებისმიერი პარტია, რომელიც არალეგიტიმურ პარლამენტსა და ხელისუფლებას ნებით თუ უნებლიეთ ლეგიტიმაციას მიანიჭებს. ამ კონტექსტში ლელო გახარიას პარტიას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს. თავის მხრივ გახარიას პარტიაში ფიქრობენ, რომ პროტესტის გარეწნეხი სანქციები შლის რეჟიმს, რომელიც შესაძლოა დროში გაწელილია, თუმცა ჩამოშლა გარდაუვალი. ჩვენ გვაქვს ახალი გზების ანახავი ყველა შემთხვევაში, იმიტომ რომ როცა ძველმა ამოწურა თავისი თავი, იმიტომ რომ უმნიშვნელოვანესი შედეგები დაიგო პირველ რიგში სახალხო პროტესტის, პოლიტიკოსების მუშაობისაც, არაღიარების მიმართულებით, არასამთავრობო სექტორის, მათ შორის არჩევნების გაყალბების ფაქტებთან და დადებასთან და საარჩევნო თანამეგობრობისთვის წარდგენისთვის, პატიმრების მდგომარეობის აღწერასთან დაკავშირებით ასევე ყველა ვიმუშავეთ. პოზიცია ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც არის სრულად გასაგები და მყარი. უბრალოდ უნდა გვახსოვდეს, რომ თანამედროვე ავტორიტარიზმი ძალიან სწრაფად ადაპტირებს პროტესტების მიმართაც, ამ შემთხვევაში იზოლაციონიზმის მიმართაც და ეს ავტორიტარიზმი დღეს ქვეყანას გვართმევს. ეს არის მისი ამოცანა და რეალურად ყავს მძევლები პატიმრების სახით, იღებს ახალ კანონებს და აღვივებს შიშს და შეუძლებლობას რეალურად პროტესტისა. ის რომ ადამიანები უფრო ფრთხილები გახდნენ, მერე ამან უკვე შეიძლება შიშის ფორმაც მიიღო ჟურნალისტების ჩათვლით. ეს ნორმალური და ბუნებრივი, ამიტომ აკეთებს ამას ქართული ოცნება, ამიტომ ჩვენ ბევრი დრო არ გვაქვს და გადაწყვეტილება ერთიანად უნდა მიიღოთ, არა მხოლოდ პოლიტიკურმა პარტიებმა და არა იმდენად პოლიტიკურმა პარტიებმა, არამედ მთლიანად საზოგადოებამ, სადაც პოლიტიკური პარტიებიც შედიან, როგორც საზოგადოების ნაწილი. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკურ პარტიებს არც ყველაფერი შეუძლიათ და არც ყველაფერი იციან. ერთადერთ რეალურ და ყველაზე ქმედით გამოსავალს მე დიდი ხნის მანძილზე სიმართლე გითხრათ, მათ შორის არჩევნებამდეც ვხედავდი ერთიან ფრონტში, იმიტომ რომ კარგად გვქონდა გააზრებული, რომ ივანიშვილის სახით და ხელით ჩვენ ვებრძვით რუსეთს. მხოლოდ მოხარული ვიქნები, თუ ეს აზრი დაისადგურებს ყველა დემოკრატიული ძალის კოალიციაში თუ პარტიაში თუ ერთეული პოლიტიკოსის მოსაზრება იქნება ეს. ჩვენ ამგვარი კარდინალური ცვლილებებისთვის, ერთიანობისთვის ყოველთვის მზად ვიყავით. ერთადერთი ფრონტი, თუმცა სამწუხაროდ, სადაც ამას ვახერხებდით ამ დროზე, იყო საგარეო ფრონტი და პრინციპში იქ ვდებდით კიდეც ძალიან საგულისხმო შედეგებს, როგორც ვიხილეთ მაგალითად სტრასბურგში, სადაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ძალიან მნიშვნელოვანი სასანქციო მექანიზმები აამოქმედა ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ბრძოლის გაგრძელების ერთ-ერთი გზა მიმაჩნია ერთიანობა. ყველა უნდა გავერთიანდეთ
უნდა ჩამოვაყალიბოთ საერთო პოლიტიკურ საზოგადოებრივი ერთიანი ორგანიზმი, დავარქვათ ამას ეროვნული ფრონტი, პლატფორმა, რაც გინდათ, რომელიც იბრძოლებს როგორც არჩევნების მოსაპოვებლად, ასევე იბრძოლებს უკვე არჩევნებში ერთად მონაწილეობისთვის და გამარჯვებისთვის. ასე რომ გამარჯვების გზა გადის ერთიანობაზე. იმისათვის, რომ ჩვენ ვირწმუნოთ, რომ ჩვენ ვართ გაცილებით ძლიერები, უნდა ყველა გავერთიანდეთ. აქ ვფიქრობ, გადამწყვეტი შეუძლია სალომეჟურაბიშვილს, ყველა პოლიტიკურ პარტიას აბსოლუტურად და საზოგადოების წარმომადგენლებს. ყველანი ერთად უნდა გავერთიანდეთ საერთო პოლიტიკურ საზოგადოებრივი პლატფორმის ფარგლებში, გავუცი ერთიანი ეროვნული ფრონტი, რაც კიდევ დავარქვათ ამას, შევაყალიბეთ საერთო შტაბს და ვივდივართ ერთად გამარჯვებისკენ. ბრძოლა გრძელდება, რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით, საერთაშორისო ფრონტზეც, ქუჩაშიც, მაგრამ პარლამენტში მნიშვნელოვანია, რომ გახარია საქართველოს მიიღოს გადაწყვეტილება და აქ დროის გაწელვა იმუნიტეტის გამო, დაფინანსების გამო არის აბსოლუტურად არარელევანტური, არაობიექტური, არასამართლიანი ამ ბრძოლაში და მათ უნდა მიიღონ ძალიან სწრაფად გადაწყვეტილება. მე მინდა აქვე ვთქვა, რომ არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ სხვას მივუთითო ვინ როგორ იცხოვრებს, მაგრამ არჩევანი მათზეა და ჩვენ ამ ბრძოლაში ყოფმა ადამიანებმა, ჩვენ კოალიცია ძლიერმა საქართველოს უნდა ვიცოდეთ, ვინ არის ჩვენი პარტნიორი და როგორი ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის თავისუფლებისათვის. ამიტომ საბოლოო ჯამში მინდა გითხრათ, რომ დარჩენა ამ პარლამენტში ბიძინა ივანიშვილის რუსულ ხელისუფლებასთან ნიშნავს რუსული საქმის და ბიძინა ივანიშვილის საქმის კეთებას, რომელიც არ არის ქართული საქმე. წარმატების და შედეგის მიღწევის მთავარი გასაღები არის თანმიმდევრულობაში. ხა ის რა ძალადობრივ სისტემასაც ბოლო აქ რამოდენიმე წელიწადში აყალიბებს ქართული ოცნება, ბუნებრივია ესე ორ თვეში მარტივად ვერ ჩამოიშლება, ხომ? არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც მიიტაცა ქართული ხალხის არჩევნები, უნდა დამარცხდეს საქართველოს მოქალაქეების თანმიმდევრული და პოლიტიკური სპექტრის თანმიმდევრული ნაბიჯებით. მათ შორის ბუნებრივია პროტესტის გაგრძელებით, მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელებით და ჩვენი საერთაშორისო ასე ვთქვათ, მხარდამჭერი მხარეების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით, ხომ? ორივე მიმართულებით ჩვენ, მაგალითად, ჩვენი პოლიტიკური ძალა ორივე მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს და ის ისტერია, რომელიც დღეს რეჟიმს აქვს, თუნდაც რეპრესიული კანონების მიღება, რომელთაც ხშირ შემთხვევაში ისინი უკვე, არ ვიცი, გაასწრეს ამ მეთოდებით, ესე ვთქვათ, ნაციონალურ მოძრაობის ხელისუფლებას, რეჟიმს. ხო, გარკვეულ შემთხვევებში მიუთითებს იმაზე, რომ სწორედ მათ არ აქვთ შიგნი ის სიტუაცია, რომელიც აი ამ პოლიტიკურ კრიზისს გადაალახინებს და უნდათ რომ ეს ძალადობრივი გზებით ჩაახშონ სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება. როგორი იქნება ოპოზიციის ერთობლივი თუ ცალკეული სტრატეგია, ამას უახლოესი მომავალი გამოაჩენს. არ არის გამორიცხული პოლიტიკოსები ისევ აქტიურად დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას, სადაც გადაწყვეტენ რა ფორმით და რა ნაბიჯებით უნდა დაუპირისპირდნენ ივანიშვილის რეჟიმს სამომავლოდ.